ბაჩო ახალაია დაკავებულია სუსიმას 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობას ედავება. 10 ოქტომბრის შემდეგ გამოძიება არკვევდა ოცნების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობას, რომელშიც მათი მტკიცებით ახალაია რევოლუციის გეგმებზე საუბრობდა. ყოფილი მაღალჩინოსანი ჩანაწერის ავთენტიკურობას უარყოფს, დღეს მის საცხოვრებელ სახლთან სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფობედია ნინი ქარცელაძე, მასტერი მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, აჩი მეფარიძე, ნინი ბადურაშვილი, თიკა ჯამბურია და სხვა მომღერლები. თბილისში 2 და 6 იანვარს საახალწლო კონცერტებისთვის 291,722 ლარი დაიხარჯება. ცნობილია, რომ 31 დეკემბერს მერია საჯარო სივრცეში კონცერტს არც წელს ჩაატარებს და მას ისევ სატელევიზიო ფორმატი ექნება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით ირანის ყუდსის ძალების მთავარი მეთაური მოკლეს. მათივე ცნობით ჰუსეინ მაჰმუდ მარშად ალ-ჯავაჰარი ბოლო წლებში ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული შეთქმულებების განხორციელებაში მონაწილეობდა. რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავმა პოლონეთის საზღვართან ახლოს ბალტიის ზღვაზე გადაიფრინა. პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდალი წერს, რომ პოლონურმა გამანადგურებლებმა საჰაერო სადაზვერვო ხომალდი დაიჭირეს და ზონიდან გაუშვეს.